მოგესალმებით ყველას, თქვენი მყოფებით არხზე, ისწავლე ყველაფერი კომპიუტერზე. დღევანდელი ვიდეო გაკვეთილით მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეგვიძლია სრულიად უფასოდ გადმოვწეროთ და დავაყენოთ ჩვენს კომპიუტერებზე Adobe Photoshop-ის ალტერნატივა. ეს არის პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ პროფესიონალურ Photoshop-ში, დაამუშავოთ ნებისმიერი სახის ფოტოები, ვინაიდან რადგანაც მას გააჩნია აბსოლუტურად ყველა ის საჭირო პროფესიონალური ხელსაწყო და ინსტრუმენტი, რითიც მუშავდება ფოტოები. გარდა იმ ინსტრუმენტებისა, რომელიც უშუალოდ ლიცენზირებულია და დაპატენტებულია უშუალოდ Adobe-ს კომპანიის მიერ. დანარჩენ შემთხვევაში ერთი და იგივე ფუნქციონალი აქვს და ამასთანავე არის სრულიად უფასო. პირველ რიგში გავხსნათ ბრაუზერი. შემდგომ გადავიდეთ Google-ზე და საძიებო სისტემას ჩავწეროთ Affinity. ამის შემდგომ გადავიდეთ ოფიციალურ ვებგვერდზე. შემდგომ დავაჭრეთ Get Affinity. აქ გავიაროთ ვერიფიკაცია მეილით, ან Facebook-ით, ან დავრეგისტრირდეთ პირდაპირ, ჩემ შემთხვევაში მე გავივლი მეილით. როგორც კი ვერიფიკაცია გავიარე, როგორც ხედავთ, აქ არის გადმოსაწერი ვერსია, როგორც macOS სისტემისთვის, ასევე Windows სისტემისთვის. Windows სისტემაზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩამონათვალი და ნახავთ, რომ არის ჩვეულებრივი სტანდარტული ვერსიებისთვის, როგორც Intel-ის ისე AMD-ის პროცესორებისთვის, არის ასევე ARM ტექნოლოგიის მქონე პროცესორებისათვის და არის ეგრეთ წოდებული Enterprise Windows-ები, ანუ სპეციალური Windows-ები, რომლებიც მუშაობენ იგივე Intel-ზე და AMD-ზე ან ARM-ის ტექნოლოგიაზე. აქ უკვე თქვენ სურვილზეა დამოკიდებული და იმ პროცესორზე რა ტექნოლოგიის პროცესორიც გაქვთ კომპიუტერში. ჩემ შემთხვევაში ეს არის Intel-ის პროცესორი, ვაწვევით პირველ გრაფას. ველოდები სწორად რამოდენიმე წამი, რომ გადმოწეროს. პროგრამა არ თუ ისე პატარაა, ზომაში როგორც ხედავთ, დაახლოებით 700 მეგაბაიტია თვითონ გადმოსაწერი ფაილი, ანუ საინსტალაციო პაკეტი, ხოლო დაყენების შემდგომ დაახლოებით 1-დან 2 გიგაბაიტამდეა ზომაში. ეს არ უნდა გაგიკვირდეთ, მეგობრებო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროგრამა, როგორც უკვე გითხარით, თავიდან ბოლომდე შეგიძლიათ გამოიყენოთ და ჩაანაცვლოთ ამ პროგრამით Adobe Photoshop-ი. ვინაიდან რადგანაც აქვს სრულიად მთლიანი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური მხარდაჭერა და ატრიბუტები, იქნება ეს ხელსაწყოებისათვის სხვადასხვანაირი ფუნქციების, რომელთაც თქვენ აქამდე მოქმედებით და მუშაობდით Photoshop-ში. ესეც ასე გადმოწერა დამთავრებულია. ამის შემდგომ შეგვიძლია გავთიშოთ ბრაუზერი, რადგანაც არ გვჭირდება ის და დავიწყოთ დაყენების პროცესი. დაყენების პროცესში თქვენ ნახავთ ესეთ გაფრთხილებას, რომ თუ არ იცით, საიდან არის გადმოწერილი ეს პროგრამა და არ იცით ზუსტი წყარო, შეიძლება დაზიანდეს კომპიუტერი, ვინაიდან რადგანაც ის შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ საშიშ კომპონენტებს. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, ჩემთან ჩართულია ანტივირუსი, არ არის გამართული. რის შედეგადაც ანტივირუსი თუ რაიმე სახის სიპოვის ავტომატურად გათიშავს დაყენების პროცესს. უბრალოდ დავაწყოთ ინსტალს და დაველოდოთ რამოდენიმე წამი. ესეც ასე, პროგრამა როგორც ხედავთ, უპრობლემოდ დაყენდა, ანტივირუსიც არ ამოქმედებულა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ პროგრამა 100% უსაფრთხოა. ამის შემდგომ ჩაერთვება უშუალოდ პროგრამა და როგორც ხედავთ, აქ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ, მეგობრებო, იგივე სახის დოკუმენტები და ვიმუშაოთ მასზე იგივე ხელსაწყოებით, რაც Adobe Photoshop-ში გვაქვს. იქნება ეს ფერების კორექცია, დეტალების დამატება, ტექსტი თუ ასე შემდგომ. არ აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა. აქვს უამრავი დამატებითი, ასე ვთქვათ, ფუნქცია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და რომელიც თავიდანვე ხელმისაწვდომია. არ სჭირდება ამას რაიმე სახის გადასახადი ან რაიმე სახით, მეგობრებო, დამატებითი თანხის გადახდა, რომ რომელიმე კონკრეტული ფუნქცია გაიხსნას. თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი ძალიან მარტივად შეამოწმოთ, დააწვევით გრაფას Help, შემდგომ About და აქ ნახავთ, რომ ეს არის სრულიად უფასო
მაგრამ ლიცენზირებული პროგრამა, რომელიც გაკეთებულია Canva კომპანიის მიერ. აი ესე ძალიან მარტივად შეგიძლიათ თქვენ სრულიად უფასოდ გადმოწეროთ და დააყენოთ თქვენს კომპიუტერებზე Adobe Photoshop-ის სრულიად უფასო ალტერნატივა. ეისაც კი სულ ეს იყო. ყველასთვის ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის. თუ რომელიმე თქვენთანაც გექნებათ შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ეს შეკითხვები კომენტარებში. მე კი შეძლებს და გვარად შევეცდები, რომ თითოეულ თქვენთანაც დაგეხმაროთ და გაგიწიოთ რეკომენდაცია ან თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე შევძლოთ თქვენი დახმარება. ყველას კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.